კარგად ვარ, ხნედ ვარ, რა ვიცი ხა. კი ვთქვი და მაგაც მაინც ეთერია და რაგან მეურდები ამათ შეშინებული. რა იქნა, ამიტომ ბრძოლას ვაგრძელებთ, რა ვიცი, კარგად ვარ, ხნედ გრძნობ, მართლა თავს შეიძლება რა ვიცი, რაღაც პატარა ტვინი შეყავ ქონდა, შეგიძლიათ ნახოთ იქ კადრები. სადაც მე ესე იგი, როდესაც შევნიშნე ჩოჩქოლი უკვე მივემართებოდი მეტეხის ზედა მხარეს და იქ უკვე აქედან ჩამორბოდა ეს ეგრეთ წოდებული ტიტუშკა, თუ რაც არის ჩმორი, მათ მიერ დაჩმორებული სამწუხაროდ ჩვენი თანატოლი და ხედავთ კადრებში როგორ თითქმის გამწდება და შემდეგ უკვე გვერდიდან მირტყავს ამ ეგრეთ წოდებულ აი ეს შემთხვევით არანაირი არც ნაცნობობა, არც კომუნიკაცია არაფერი მოვიდნენ და დაიწყეს ეს თვალა. დაგვეტარებინა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით სტუდენტური ახალგაზრდული ბრიფინგი რამდენიმე ორგანიზაციას ერთად. რაზეც უნდა გაგვიჟღერებინა 4 ოქტომბრის გზავნილები და ამ დროს გამოჩნდნენ ეს ტიტუშკური დაჯგუფება. ამიტომ, რა ვიცი ხა ვის შეაშინებენ ესენი ხო ხედავთ როგორ ჩმორები არიან. უკნიდან გვერდიდან გვეპარებიან და მოკლედ არაფერი ისეთი რა არავინ არ უნდა შეშინდეს ამით ბევრად დიდი ბრძოლები გადაუტანია ჩემს ოჯახს ამიტომ ჩემთვის ეს არ ახალია როდესაც შემოვდიოდი ამ ბრძოლაში სწორად მქონდა გააზრებული როგორ ესე იგი ხდალ ძალასთან მქონდა საქმე აბა ეხლა როგორ შეიძლება რა ვიცი მოვიდეს ერთი ერთზე მუშტი და პირისპირ ეს ადამიანი და ეს ტიტუშკა რა ადამიანი მართლა და მართლა კოცების ხელის ბიჭი რა ვიცი სამარცხვინო არაკაცი რომლის სახელი და გვარი ეწოდინება მთელ საქართველოს მთელი ცხოვრება და რაზე რად უნდა უღიგდეს ეს სამარცხვინო ქმედება არ ვიცი ამიტომ რაც არ უნდა გააკეთონ ეხლა მე და ჩემს თანატოლებს გვაქვს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება დასაცავი და გადასარჩენი მე პირადად ეგ ვალი და ეგ მისია მაკისრია კი ბატონო იგორ როგორც ხვდები შენს გვერდითაც შენით ეს თანაგუნდელი ასევე რომელსაც 15 წლის თანამებრძოლი მოგესალმებით თქვენ ეს თქვენ რა გითხრათ ექიმ ანუ როგორია თქვენი მდგომარეობა იმიტომ რომ იგორს ახლა სახეზე ვთქვათ ძალიან მძიმე იყო ის ფოტოები რომელიც ვნახეთ დასისხლიანებული ახლა იმედი მაქვს რომ ცოტა უკეთხართ როგორც ჩემი მდგომარეობა ისეთია იგორისაც რა და აუცილებლად მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ხალხისთვის იქნება იმის ფიზგი რომ ხვალე უნდა გამოვიდნენ აუცილებლად იმაზე მეტი ვიდრე უნდა ყოფილიყენ და იმაზე უფრო გულიანად უნდა გამოვიდნენ ვიდრე უნდა გამოსულიყენ რა იმიტომ რომ ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში და აღარ უნდა დაიფაროს მოძალადეებს ხელი რა ტკივილი გაივლის არაფერი არ არის მაგრამ რაც გულში ხდება ის არასოდეს გაივლის რა ასე რომ კოცებს არაფერი არ ეპატიებათ ხვალე დავასრულებ ძე ხამათი სასამართლო იქნება აუცილებლად ყველა არაკაცი მადლობა ძალიან დიდი კი ბატონო მადლობა ანდრიას მადლობა იგორს ჯანმრთელობას გისურვებთ არ მინდა ეხა გამომრჩოს კლინიკას და კლინიკის თანამშრომლებს მინდა რომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო მართლა იმიტომ რომ განსაკუთრებული გულისხმიერებით მოგვეკიდნენ თითოეულ ჩვენგანს და ეს ადამიანები მართლა რა ვიცი თავის საქმეს პროფესიონალურად ასრულებენ ეს მინდოდა აღმენიშნა და დანარჩენი რა ვიცი ხვალ შევხვდებით რუსთაველზე რა და გავცემთ აბა საკადრის პასუხს